ყველაზე წვავე ისტორია, რომელიც უკავშირდებოდა ბატონ ედვარდ შევარდნაძის, რომელიც იმ დროისთვის უკვე საკავშირო რანგის ხელმძღვანელი გახდათ, იყო ის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც 99 წლის 9 აპრილს განვითარდა თბილისში. საქმე ასეთნაირად იყო, ჩვენ ვიყავით კუბაში, ფიდელ კასტროსთან 2 დღით, შემდეგ გადავფრინდით და გავჩერდით ლონდონში. Поздним вечером 6 апреля в лондонский аэропорт Хитроу прибыли Михаил Сергеевич Горбачев, Раиса Максимовна Горбачева, советские официальные лица, сопровождавшие Михаила Сергеевича в поездке. В советско-английском диалоге самое активное участие приняли сопровождавшие Михаила Сергеевича советские официальные лица. Министр иностранных дел СССР Эдуард Амвросиевич Шеварднадзе встретился со своим английским коллегой Джеффри Хау. 7 апреля 1989 года почетная трибуна Гилдхолла была предоставлена Михаилу Сергеевичу Горбачеву, лидеру советской перестройки, которая высоко оценивается политическими и общественными кругами Англии. შემდეგ დავბრუნდით, ეს იყო 7 რიცხვი, დავბრუნდით საღამოს დაახლოებით ალბათაც 8 საათი იქნებოდა, 7-8 საათი იქნებოდა მოსკოვში. ბატონი ლიგაჩოვი იყო, რომელიც მას ცვლიდა, ის მეორე პირად თვლებოდა და მან თქვა, რომ თბილისში მღელვარებაა. ჩემთვის მოულოდნელობა იყო, იმიტომ რომ გარბაჩოვს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს, თუმცა ეჭვი მერე იმეპარებოდა და ეხლაც მეპარება, რომ მისთვის არ შეიძლებოდა არ დაერეკა თუ ასეთი მნიშვნელობა მიცემს აქ 9 აპრილის მოვლენებს. მაგრამ გარბაჩოვმა გაიკვირვა. რა ხდება, შენ ხო არ იცი მომავალ, არ ვიცი. 8 რიცხვი მიიღო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო პოლიტბიუროს ხდომაზე, გამოვიდა კოლეგის ხდომაზე და აი როდის მოახს რომ ჩამოფრენა მეთქი და გაფრენა მეთქი. ეხლა საგარეო საქმეთა მინისტრი რო ხარ, ვინ შემოდის, ვინ გადის, ყველაფერი იწერება. გვარი, სახელი, თანამდებობა, რამდენ ხანს რჩება და შენ როდის ამთავრებ მუშაობას, ყველაფერი იყო აღრიცხული და ჩამოწერილი. ამოაღებინე ეს დღიური და 1 საათიც არ იყო თავისუფალი. ასე რომ ზღაპრები იმის შესახებ რომ შევარდნაძე 8-ში ჩამოფრინდა აქ რაღაც უჩინმაჩინის ქუდით და მერე სად დაიკარგა და რა მოხდა და როგორ მოხდა ოპერაცია ჩაატარა თუ გაიპარა, ეს უბრალოდ ზღაპარია. ამას ვიხილავდით ჩვენ, გავფრინდეთ თუ არ გავფრინდეთ. დაბაშები იყო ისეთი, რომ მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ექვემდებარება კონტროლს და აუცილებელი არ არის ჩასვლა. თუ არა, ჩვენ იმ დღესაც 8 რიცხვშიც მზად ვიყავით. მე ვერ გეტყვით, ეხლაც არ შემიძლია თქვა, რა შედეგი მოყვებოდა ჩემ ჩამოსვლას. შეიძლება გამოიწვევდა გაცილებით უფრო დიდი მასის მოზღვევებას. თუმცა იგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და ვითომ ფორმალურად ეს საკითხი არ ეხებოდა, მაგრამ გასაგები იგი საქართველოს პარტიულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა მანამდე და ბუნებრივია რომ მან მიიღო დავალება სასწრაფოდ ჩამოსულიყო თბილისში და ბატონ რაზუმოვსკისთან ერთად, რომელიც ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი რიგითი მდივანი გახდათ, აი ჯგუფი მეორე დღესვე ჩამოფრინდა თბილისში და დაიწყო ასე ვთქვათ სიტუაციაში გარკვევა. 3 დღე დამჭირდა იმისათვის, რომ სამხედროებს შინაგან ჯარების სარდალს, რადიონოს და სხვებს ამოეღერღათ როგორმე რომ ამ დარბების დროს გამოყენებული იყო პირველად აღიარეს რომ გამოიყენეს რეზინის ჯოხები. მაგრამ შემდეგ უკვე ყველაზე მეტად აქტიურობდა ირაკლი მნაღარიშვილი სხვათა შორის და მისგან ჰქონდა ცნობები, ძალიან სერიოზული ცნობები, თორსტები, თამარ დეკანოსიძე და სხვები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ გამოყენებულია ქიმიური საშუალებები. და ბოლოს სამხედროებმა აღიარეს, რომ გამოიყენეს ეგრეთ წოდებული ჩერვემუხა. მერე გაირკვა, რომ კიდევ სხვა რაღაცა იყო გამოყენებული.
გარწმუნებთ, არ არის ადვილი მის წარმოადგენა, რის სხვა დაატყდათ იმ სამხედროებს ედუარდ შევარდნაძისგან იმ მომენტში. ბუნებრივია ეს იყო უმძიმესი გამოცდა მისთვის როგორც ადამიანისათვის და ეს ეთყობოდა მას სახეზე. თუმცა ძნელი იყო ჩვეულებრივად მისთვის და ეს შემდგომ მე არაერთხელ ასე ვთქვათ დავრწმუნებულ ვარ ამაში სახეზე შეგეთყოთ ერთბაშად რაიმე ემოცია. მე ნათქვამი მაქვს რომ თვითონ მისთვისაც ბატონი ჯუმბერისთვის ყველა სჯობდა თვითონ გასულიყო იმ ხალხში, გასულიყო იმ ახალგაზრდების შეხვედრო და იქ მარტო ახალგაზრდები არ იყვნენ, ინტელიგენციაც იყო, სხვები იყვნენ, შეხვედრო და ეთქვა ის რაც სათქმელია. თუ დაუჯერებდნენ ხო კარგი და თუ არა და თავისი სინდისის წინაშე მართალი იქნებოდა. საერთოდ ჯარის გამოყენება, ძალის გამოყენება ყველა შემთხვევაში შეთანხმებული უნდა იყოს მთავარსარდალთან. და მთავარსარდალი ვინ იყო? გარბაშოვი. გარბაშოვის გარეშე ძალას ვერ გამოიყენებდა. ეხლა წარმოვიდგენიათ თქვენ რომ კოჩეტოვი და რადიონოვი იღებენ გადაწყვეტილებას რომ დაარბიონ მიტინგი და ისინი არ მოახსენებენ თავდაცვის მინისტრს. ან და წარმოვიდგენიათ რომ თავდაცვის მინისტრმა არ მოახსენოს ვინც არის მთავარსარდალი ქვეყნის. ერთი რამ აწუხებდა რომ ჩემმა ხალხმა არ იეჭვიანოს რომ ვიცოდი ეს სადღაც საზღვარგარეთ რომ ვიყავი ვიცოდი და აი ესე იგი ჩემი სინდისი შებრალულია. ტოტალიტარულ სახელმწიფოში სადაც თქვათ ხალხის ინიციატივა ქვევიდან არ იყო დაშვებული ხო რაღაცა მანიფესტაცია რო გაემართა თვითორგანიზებული ხალხს არამთავრობის ორგანიზებული თქვათ 1 მაისი და 7 ნოემბერი თავისით რო გაემართა ეს საშიში რამე იყო ხო საქართველოში საბჭოთა პერიოდში ამის მცდელობა სტალინის სიკვდილის შემდეგ აი ავიღოთ იყო სამჯერ 56 წლის მარტი ვიცით 78 წლის აპრილი ვიცით და 99 წლის აპრილი ვიცით ამ სამიდან პირველი და ბოლო დასრულდა ტრაგიკულად. 78 წელი დასრულდა უსისხლოდ და რაც მთავარია, რაც იყო ძირითადი მოთხოვნა, ის მოთხოვნა გავიდა. თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ 56 წელს სტალინი ახალი მკვდარი იყო და ჯერ ტოტალიტარული სახელმწიფო ძლიერი იყო და უფრო სისხლიანი და დაუნდობელი, კი ბატონო, მაგრამ 99 წელი, როცა უკვე ზანზარებდა და ინგრეოდა ეს იმპერია და მაშინაც მოხერხდა, რომ 20 კაცი დაიღუპა 9 აპრილს, ხო? რა განასხვავებს ამ სამ მოვლენას, ხო? და რატო არის რომ პირველი და ბოლო იყო სისხლიანი და შუა არა? მარტივი მიზეზია. ედუარდ შევარდნაძე იყო 78 წელს ცეგას მდივანი და იმიტო. ახლა ხშირად მეკითხებიან, აი როგორ გადაწყდა ბერლინის კედელის დანგრევის საკითხი. როგორ გადაწყდა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პრობლემა, თუნდაც გერმანიის გაერთიანება. მე იმაჩნია რომ სწორედ ეს იყო ეს ვთქვათ სოფლმხედველობრივი საფუძველი, სოფლმხედველობრივი გარღვევა დასაწყისი ახალი ერისა. და აი ამ რევოლუციას, საუკუნის ბოლოს რევოლუციას, როგორც მსოფლიო ასახელებს, სულ 2-3 არქიტექტორი და შემოქმედი ყავდა. აი მათ შორის სწორედ ბატონი ედუარდ შევარდნაძე სახელდება, ეს არ არის მხოლოდ ქართველების სურვილი ჩვენი ეროვნების მოღვაწე იყოს ამისი შემოქმედი. ბერლინის კედელი ეს იყო ჩემთვის, ჩემ თვალში ასოცირებული იმ რკინის ფარდასთან, რომლის შესახებაც ჩვენ 10 წლების განმავლობაში ლაპარაკობდით. დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. და უნდა გითხრათ, რომ უნიკალური როლი შეასრულა ჩემი და გენშერის პირადმა ურთიერთობამ. Als ich ihm das erste Mal begegnet bin, das war am 1. August 1985 in Helsinki. Wir kamen damals zusammen, 10 Jahre nach Unterzeichnung der Schlussakte von Helsinki. Da habe ich nach dem Gespräch mit Eduard Shevardnadze zu meinem Mitarbeiter gesagt, diesem Mann können wir vertrauen. ჩვენ კანადაში ვიყავით, გამაკვირა მოულოდნელად ჩემთან მოვიდა ჯიმი და თქვა რა სიტყვი, რომ დავიწყოთ მუშაობა სერიოზულად მინისტრებმა გერმანიის გაერთიანების თხოვებაზე. ეს ის დროა, როცა აღმოსავლეთ გერმანიაში უკვე დემონსტრაციები მიმართებოდა. აი მაშინ შევიკრიბეთ მინისტრები
და გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ მუშაობა ამ თემაზე. წელიწად ნახევარზე მეტი მიმდინარეობდა მუშაობა. შეხვედრები იყო მოსკოვშიც, ბონში, ბერლინში და უნდა გითხრათ, ყოველთვის ასე ტკბილად არ მიდიოდა ჩვენი საუბრები. ჩემს უბრალოდ ხო პოლიტბიურო იყო და ყველა გამოსვლა, ჩემი გამოსვლა უნდა დაემტკიცებია პოლიტბიუროს. მაგრამ როცა ბერლინში ეს შეკრება გაიმართა, ეს მექანიზმი 2+4, იქ ჩემი გამოსვლა იყო პოლიტბიუროზე დამტკიცებული ძალიან მკაცრი. ესე იგი, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მე გამოკვეთილად ვერ დავუჭირე გერმანიის ერთიანებას. Während Eduard sprach, schickte Becker einen kleinen Zettel und sagte, was bedeutet das stand drauf? Da schrieb ich ein einziges Wort drauf, Window-Dressing, also Fensterschmuck. Gensheri pasukhovs. Genscher replies, Fasadია. this is all facade. That's right. I remember that. ეს მასტიშალ ჩვენ ერთმანეთს უგებდით რა. Я думаю, что это было величайшее достижение, потому что я чувствовал просто запах Третьей мировой войны. Вы представляете, в Центральной Европе 40 тысяч танков, если память не изменяет, 500 000 людей, советских людей. Начинаются демонстрации уже с требованием объединить Германию. Что? Пустить танки? Да, можно было пустить. За 24 часа и они дошли бы до берегов Атлантики. Ну что это такое? Это уже Третья мировая война. И Горбачев принимал смелые решения. Я ничего без Горбачева, без генерального не решишь, но предложение, так сказать, я готов делать все, чтобы наши замыслы, главная наша цель о том, что смягчить отношения, установить нормальные отношения с этими странами, покончить с холодной войной, эту линию я проводил. And also we looked around, you know. I should interrupt here and say that what Ed Ward has just told you is absolutely true in terms of this being probably the most difficult issue that we had to grapple with, because there was substantial resistance to the idea of Germany in NATO. And we would have our private meetings, and the Eduard Shevardnadze that I would see in a private meeting, or Genscher would see, or Dumas would see, or Douglas Hurd would see, was not the Eduard Shevardnadze we'd see when we got everybody around the table, because there were people looking over his shoulder who made it much more difficult for the Soviet Union to come to the position that, yes, Germany should be unified and it should be unified as a member of NATO. And this was an exceedingly difficult brief for the foreign minister of the Soviet Union at that time. And I remember that very, very well. Ich meine, ich wusste ja, wie schwer der Weg ist. Die beiden Männer gehen vor. Und wir mussten alles tun, um diesen Weg zu erleichtern, damit er gegangen wird. Das haben manche im Westen nicht verstanden. Es war wichtig, es war notwendig. Wir schulteten auch, dass zwei Männer, die eine Tür geöffnet hatten, die viele für immer für verschlossen hielten. DDR-Minister Fischer die Lage verstanden. Aber er konnte es nicht entscheiden. Entschieden werden musste es in Berlin. როცა თქვენს რომ ერთმა ქართველმა დააყო გერმანია და მეორემ ხელი შეუწყო გაერთიანებასო, რა თქმა უნდა მე მადლობა გადავიხადე, მადლობა მოახსენე ამ სიტყვების ავტორს. პირველი ავტორი ჰანს დიტრიხი გახლდათ, მაგრამ დავძინეთ. გაითვალისწინეთ, რომ ქართველების გარეშე დიდი პოლიტიკა არ კეთდება. კაიროს მონაცემები გახლავთ ასეთი 93-ში თუ არ ვსწრები მათ გამოაქვეყნეს, რომ აი ამ ცივი ომის დასრულების გამო დასავლეთმა როგორც ისინი ამას აღნიშნავდნენ, ყოველწლიურად დაზოგა უფრო ზუსტად 3-4 ტრილიონი დოლარი. ყველაზე მეტად წყდება გული, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ პოლიტიკოსებმა ჩათვალეს
რომ ახალი აზროვნების ერა დამთავრდა და ამით კაცობრიობამ ძალიან ბევრი წააგო. მე მიმაჩნდა რომ დამთავრდება რა ცივი ომი და ბოლო მოეღება ტოტალიტარულ რეჟიმებს. სწორედ აი ესეთ ვითარებაში იქნება საუკეთესო ნიადაგი ახალი აზროვნებისათვის, ახალი ურთიერთობებისათვის ადამიანებსა და ქვეყნებს შორის, სახელმწიფოებს შორის. აი აქ კაცობრიობამ გარკვეული დრო დაკარგა. And I would like to ask the two leaders of the Senate here. ოღონდ ამას უნდა და უფრო მომზადებული შეხვედრა, ვიდრე ეს გარბაჩოვმა გააკეთა. გარბაჩოვმა და არა შევარდნაძემ, იმიტომ რომ დაშლის კონცეფციაც გარბაჩოვს უნდა გამოიყო, შევარდნაძე არ ეწიფებოდა, ასე ვთქვათ, ხელს, მაგრამ ის რაც შევარდნაძემ გააკეთა, იმან როგორც აღმასრულებელმა რა მინისტრმა, იმან ბევრი რამეს განაპირობა, რა თქმა უნდა, აი ეს კლიმატი, რომ ეს უნდა დაიშალოს. თქვენ იცით რომ მე გადადგომაში გავარჯიშებული ვარ. მე უმაღლეს ეშელონში ვიყავი და არაფერი არ მომქრებოდა გარდა იმისა, რომ ვიღაცები მაგრიტიკებდნენ, ვიღაც. თქვენ იცით, აქცინსები და ვიღაცები, ვიღაც მსგავსი მათი. და მაშინ სწორედ იმიტომ რომ უსამართლობა იყო და დავინახე რომ მოდის დიქტატურა და დემოკრატია უნდა დავიცვა, გავედი და მოხსენების ნაცვლად გავაკეთე განცხადება. Никто не знает, какая это будет диктатура и кто придет. Что за диктатор и какие будут порядки. Я ухожу в отставку. Пусть это будет, не реагируйте и не ругайте меня. Пусть это будет моим вкладом, если хотите, протестом моим против наступления диктатуры. Я выражаю глубокую благодарность Михаилу Сергеевичу Горбачеву. Я его друг. И мы сделали великие дела на международной арене. Но я не могу примириться с теми событиями, которые происходят в нашей стране и с теми испытаниями, которые ждут наш народ. Я все же верю, диктатура не пройдет, что будущее за демократией и за свободой. Спасибо большое. Мучительный для меня вопрос. Вы призываете к любым формам сопротивления. Вы допускаете случаи, когда это сопротивление должно быть и насильственно? Нет. Нет. Я не призываю к этому и даже не допускаю. Я бы не хотел, чтобы такое случилось, потому что это вы же знаете, что такое насильственное сопротивление. С одной стороны, невооруженный народ, а с другой стороны, вы знаете, военный потенциал Советского Союза. И на что способен министр обороны. Какие силы, какую технику вывести против народа. Это уже было. Пожалуйста, на улицах Тбилиси, и Вильнюса, так сказать, и Риги. Мы знаем, на что способны они. Может, и сейчас они скажут, что он не знает. მერე ელცინმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლება მოეპოვებინა, რადგან არ უნდა დაждდომოდა და მან ფაქტიურად ბევრი რამ თვითონ რუსეთისთვისაც გაწირა და იმის შედეგი არის მერე ბევრი რამ ის რაც ხდება. Сейчас многие политологи говорят, во всем виноват Шеварднадзе. Если не Шеварднадзе, Советский Союз существовал бы, это Шеварднадзе разрушил Советский Союз. Это блеф, это глупость, это люди просто элементарной политикой не разбираются. Это была большая политика. Большая политика, конечной целью, которой являлась предотвращение Третьей мировой войны и нормализация отношений с западными странами. Minister Shevardnadze's resignation and warning, I think, has to be taken seriously. In my experience, Minister Shevardnadze has always worked as a professional who served his country's interests. He was in the forefront of the new thinking in foreign policy and democratization at home, and I think that he has earned the respect of leaders
all around the world. Let me say that I've known Edward Shevardnadze to be a man of his word, a man of courage, conviction, and principle. გარდა პოლიტიკური მიზნებისა, მე ხავხთები მოდიოდნენ იმიტომ, რომ ეს ერთგვარად დიდი დაცვა იყო შევარდნაძის იმ პერიოდში. Еще раз приветствую вас в моем доме. Once again, I greet you in my house. Thank you. Once again, it's a real pleasure for me to be here. Рада как никогда. Привет. Ma femme, Anne-Marie, m'a dit de vous embrasser. Привет вашей супруге. თვარწდები მეათე იყო სიაში, რომელიც უნდა დაეხრიდათ. აი უკვე პუჩის მომენტი როცა იყო. გადადგომის შემდეგ. მოუსწრო იმან, რომ უბრალოდ პუჩი 3 დღე გაგრძელდა. და ვეღარ მოესწრო. ვეღარ მოესწრო და ნუ აი ესე გადარჩა. ტერორისტები ჩამოდიოდნენ. ტერორისტები. საქართველოსთან ტერორისტები და მე ოფიციალურად გამაფრთხილეს. ოფიციალურად და ცხონებულმა ჯაბაიოსელიანმა 2 თუ 3 კაცი გამოგზავნა იმისათვის რომ ამ ტერორისტებს თავისი მიზანი ვერ ესრულებინათ. საბჭოთა პერიოდის საქართველო იყო დიდი ტოტალიტარული იმპერიის პროვინცია, ხო? ამიტომ რეალურ პოლიტიკაში საქართველო მონაწილეობას არ იღებდა. რეალური პოლიტიკას აწარმოებდა მოსკოვი. საქართველოს შეეძლო სისხლის ღრის გარეშე, სისხლის ღრის გარეშე, ომების და უბედურების გარეშე მისულიყო დამოუკიდებლობა. ისე როგორც მივიდა უკრაინა. ახლა ბელორუსია მოაყრონა, ისე როგორც მივიდა ბელორუსია, ისე როგორც ბალტიისპირეთი. იქაც იყო მოძრაობა, მაგრამ სხვა ვითარებაში, ემოციების დათრგუნის პირობებში. ამიტომ როცა დაინგრა იმპერია, რა ჩვენ აღმოჩნდით აბსოლუტურად მოუმზადებელი იმ რეალური გამოწვევების მიმართ, რაც დადგა. დამოუკიდებელი ქვეყანა თვითონ წყვეტს ვის ეომოს, ვისთან ურთიერთობა, საგარეო ურთიერთობების შინაგანი, თქვათ, ქვეყნის სახელმწიფოს მშენებლობა, ეკონომიკა, პოლიტიკა, ასე შემდეგ. ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რომ სადღაც იქით არის. მოხდა ისე, რომ ჩვენ არ ვიყავით მზად. პირდაპირ გეტყვით, დამოუკიდებლობისათვის არ ვიყავით მზად. ეს არის 91 წელი, როდესაც დაპირისპირება ოპოზიციასა და გამსახურდიას ხელისუფლებას შორის, მომხრეებს შორის აღწევს პიკს და თბილისში და სხვაგანაც ვითარდება ძალიან მძიმე მოვლენები, მიდის აი პროცესების ესკალაცია და არ ჩანს გამოსავალი ელემენტარულად. აი რა გამოსავალი აქვს ქვეყანას? გარკვეული ინფორმაციას მე ვიღებდი, მაგრამ უფრო მეტად იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ მოსკოვში. მათ შორის იყო ინტელიგენციის წარმომადგენლები, ახალგაზრდები სხვათა შორის და ხდებოდი შეულებრივად და ბუნებრივია მაინტერესებდა რა ხდებოდა საქართველოში. ეხლა ყველასათვის ჩემს კი არა, მე მგონი მთელი მსოფლიოსთვის ნათელი იყო, ეს იყოს ძალიან დიდი მასშტაბის პოლიტიკოსი და საქართველოს პოტენციურად ჰქონდა ამხელა რესურსის გამოყენების შესაძლებლობა. ამ სიტყვის ხა ყველა პოლიტიკოსი ესე ვთქვათ არის დაბადებული თავის ქვეყნისთვის, რომ მისი რესურსი იქნას ბოლომდე გამოყენებული. არა, ნუ ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ჯერ ისეთი ძალიან მინდოდა რომ ჩამოსულიყო საქართველოში მართალი გითხრათ, იმიტომ რომ მოწამლული ქართველი ვარ. თუ შეიძლება ასე ითქვას. ნუ გული მткиო და ცხადია ჩემს ქვეყანაზე და ჯეროდა რომ მას შეეძლო ეშველა ქვეყნისთვის. ეს იყო ყველა სომი, ყველა წინააღმდეგ. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ესე იგი ბუნებრივია არავინ არ აღიარებდა იმ მთავრობას და აუცილებელი იყო ძალიან დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ადამიანი იმისათვის რომ ეს აღიარება მოსულიყო. და აი სწორედ ასეთი იყო ედუარდ შევარდნაძე. ყველაზე დიდი ბრძოლა რომელიც მე გადავიტანე. ეს იყო ბრძოლა საკუთარ თავთან. ფაქტურად დიქტატურიდან უნდა გადასულიყავი სხვა სისტემაში, როგორც დემოკრატი, დარწმუნებული და მებრძოლი დემოკრატია. და მისი ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავდა რომ აი ეს განხეთქილება რომელიც
იყო საზოგადოებაში და არა მარტო ერთი მიმართულებით, მრავალი მიმართულებით. საქართველოს ძალიან გავდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თქო ლიბანი და ასე შემდეგ. ლიბანიზაცია შეიძლება მომხდარიყო ისეთივე, როგორც მოხდა თავად ლიბანში. და ეს სწორედ მისმა ავტორიტეტმა, საერთაშორისო ავტორიტეტმა შეძლო ამის შეჩერება. სხვა ამ მასშტაბის პოლიტიკოს საქართველოში შეიძლება არ ჩამოსულიყო, გაფრთხილებოდა თავის ავტორიტეტს. პიროვნების ინტერესებს გაითვალისწინებთ, ეს არ იყო კანონზომიერი, ეს არ იყო ნორმალური. ყველა წესის მიხედვით უარი უნდა მეთქვა, მაგრამ მეორე მხარეა ამ საკითხისა ზნეობრივი მხარე. ყველა ადამიანი თავის ქვეყნისა და თავის ხალხის წინაშე ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი, როცა მას უჭირს. რომელი პოლიტიკოსიც არ უნდა აიღოთ, ეს იყო შეცდომა პოლიტიკოსის. ვერავინ ვერც ვერაფერს დააბრალებდა, იმიტომ რომ უამრავ პრობლემას აიცილებდა თავიდან. აი ეს პირველი 2 თვე, იანვარი და თებერვალი, სანამ ჩამოვიდოდა შევარდნაძე მოსკოვიდან, ხო? ეს თუ ვინმეს ახსოვს. აი უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ, რომ ეს შევარდნაძე არ არსებობს და არც საიდან არ ჩამოვიდა და ის გაგრძელებულიყო. საქართველოს არ იარსებებდა დღეს როგორც სახელმწიფო. ეს ხო ქვეყანა გაჩანაგებული, დანგრეული, გაუბედურებული. ახლა ბევრს ავიწყდება ეს. მე ძალიან გული მწყდება ხოლმე ხანდახან, როდესაც ეს დაავიწყდებათ ხოლმე, რაღაც უმადურობა საერთოდ ძალიან ცუდი თვისებაა. ყოველგვარი გამოცდილება სასარგებლოა. მათ შორის უარყოფითი გამოცდილება სასარგებლოა. ისეთ სკოლა. ისევ ის პრინციპები, ისევ ის ერთგულება თავისი ქვეყნის და ალბათ ის წარმოდგენა, რაზეც ლაპარაკობთ, რომ მას ყოველთვის წარმოედგინა ქვეყანა უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი. შეიძლება მაქვს ნათქვამი, ჩამოვედი შეგრძნება ისეთი მქონდა, რომ აი ატუღებულ კურსში ჩამოვიდეს თავით. იმდენად ძიმე იყო ეს სიტუაცია მაშინ. როცა ჩამოვიდა, აქ რო დახვედროდა საქართველოს ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ყოფი როგორც თუნდაც ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, თუნდაც ნებისმიერი სხვა რესპუბლიკა, სადაც აი ომი არ იყო და სამოქალაქო ყველაფერი ერთად აღმოჩნდა. ომი, სამოქალაქო მაშინ რა თქმა უნდა მისი ეფექტი ჩამოსulis იქნებოდა გაცილებით დიდი. იმ დროისთვის პრაქტიკულად ხელისუფლება ქვეყანას არ ყავდა და ბუნებრივია რომ ესეთი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსის ჩამოსვლა საქართველოში იმ მომენტში გადამწყვეტი იყო ამ ქვეყნისთვის. მე რო ჩამოვედი პირველად მოსკოვიდან 92 წლის მარტი გახდათ გავხდით მის უწმინდესობასთან მან მოიწონა ჩემი ნაბიჯი როგორც იყვიან მაკურთხა მეგობრები ბევრი ყავს რომელთაც ბევრი საშუალებები აქვთ სურვილიც აქვთ დაგვახმარონ რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს შეერთებული ჩვენ ძალიან დიდ შრომასთან თავდადებასთან ჩვენს ერთობასთან და მაშინ შეიძლება გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა მე ასე მაქვს წარმოქმნილი მე მგონი არ ვაჭარბებ რომ მდგომარეობა უმძიმესია თუ ყველა შევიგნოთ საფრთხეს რაც გველოდება მაშინ მე მგონი შევძლებთ გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ერთი დიდი მიზნის მისაღწევად ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი მე ვერ ვიცან მართლაც ყველა ძმას რო დაძდევდა და ეს ძალიან კარგად ჩანდა რუსთაველის გამზირზე დაანგრეული პარლამენტი პირველი გიმნაზია სასტუმრო თბილისი მიწასთან გასწორებული მხატვართა სახლი დასხრილული ბავშვთა სასახლე და რა ვიცი თითქმის ყველა შენობა ასე მდგომარეობაში იყო არც საწარმოები მუშაობდნენ არც სოფლის მეურნეობა ყველაფერი იყო გაყინული და შემდეგ პირველი რაც გავაკეთე იყო ბაზარში ის რომ ბაზარში წავედი ერთი სახეობა ქართული პროდუქტის ვერ მაქვს ყველაფერი თურქეთიდან იყო შემოტანილი სულ ყველაფერი ჩვენ ჩამოსვლას ვენაცვალეთ, ჩვენ ჩამოსვლას, შენ გენაცვალეთ. შენ გედის ფიზიკს ვენაცვალეთ, ჩვენ ჩამოთავება. კარგია. მე არა კაპიკი ჯვეში. უფასო. აი ეგ არის და ბავშვი მას კარაქი არ აქვს. საშინეს დღეში ვარ. საშინეს დღეში ვარ. საქართველოს ბავშვი რა უნდა ჩამოს ბავშვი. ძალიან სუძეში ვარ. გვეშველებაც მე მგონი რა. რამის კაცმა იქ. უდედობა არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა. რა
გავხსენე, ხომ უნდა ვიცხოვრო, ხომ უნდა იმუშაო, ხომ ვიარსე. ხელ თუ ჩაიქნიეთ ყველაფერზე რა გამოვა. ერთად უნდა უპატრებოთ ყველაფერს. ეხლა რომ მოგუნდეთ ანგარის სწორებას, ეს აღარ დამთავრდება. ეგ ამბავი და ჩვენი შვილები და შვილიშვილები გავუძლებთ. არა. ეს შემოტანილია ანუ. მე ძალისყიდ დამინდოდა 1500 გიგასთვის. იოლად გამოვარდეთ საჩქარ. მე რომ ჩამოვედი მოსკოვიდან პირველი სიტყვა ასეთი იყო ჩემ. ჩამოვედი იმისათვის რომ კლავები დავიკაპიცოდა ვიშრომო. დაკაპიცება არ ვიცი. ხშირად ამბობენ ხოლმე რომ რეფორმები მოხდა, რამდენად სწრაფად განხორციელდა ეს რეფორმები. რეფორმები ხდება ერთ ქვეყანაში, თქვათ ერთ წყობაში, შეიძლება სხვადასხვა სისტემაში და აქ აბსოლუტურად ცარიელ ადგილზე სრულად ახალი ქვეყნის მშენებლობა დაიწყო. ჩვენ არ გახდით მაშინ 91 წელს, 92 წელს, როცა ეს პროცესები იწყებოდა, სამართალ მემკვიდრეები და ისედაც თქვათ იდეური მემკვიდრეები, ან ეკონომიკური მემკვიდრეები, თქვათ იმ წინა ქვეყნის. სრულად ახალი სახელმწიფო იქმნებოდა. ჩვენ იმდენი უბედურება გადავიტანეთ, იმდენ უბედურებას გაუძლო ჩვენმა ხალხმა, ამას მხოლოდ ზეციერის, ასე ვთქვათ, ნება თუ განსაზღვრავდა და გადაარჩენდა. თუ ედუარდ შევარდნაძემ ღმერთი იწამა, ამაში პატრიარქის 100%-იანი დამსახურება არასაკურველია. ეხლა ჩვენ ვამბობთ თიშობლის წილხვედრი ქვეყანა. ესეც არ არის შემთხვევით სადღაცა დაბადებული ფრაზა. შეიძლება ზოგს ლეგენდად მიაჩნია, ზოგს ისე ნათქვამად და საფუძვლოდ. არ არის ასე, რამდენი ლეგენდა, რომელიც ჩემი ბავშვობიდან მე მახსოვს მეხსიერებაში, რამდენი ლეგენდა აღმოჩნდა ისტორიული ჭეშმარიტება. ნათლობა შეძგა და მე გადავწყვეტე ნათლობის შესახებ და თქვენ გადავწყვეტეთ იმიტომ რომ ბატონი შევარდნაძე გახდა მორწმუნე ადამიანი. სარწმუნოების გარეშე შეუძლებელია ნათლისღება. Подобрал для меня имя. Он говорит, что Эдуард хорошее имя, так сказать, но это не грузинское. И он тогда решил назвать меня Георгием. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებთ მასთან ერთად. თავარი ის არის, რომ სიკეთისაკენ შევიცვალოთ. ეს არ იყო რაღაც პატრიარქის და პრეზიდენტის ასეთი. არა, ეს უფრო თანამოაზრეების ერთი ფასეულობების მქონე ადამიანების ურთიერთობა იყო, რომელიც ბუნებრივია შემდეგ ნამდვილ წმინდა ადამიანურ ურთიერთობებსა და მეგობრობაში გადაიზარდა. დიდია პატრიარქის როლი ძალიან, რასაც მიაღწია შევარდნაძემ თქვათ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, აი იმ პერიოდში, როცა ის პრეზიდენტი იყო. მე მახსოვს 92, 13, 14 წლები მოგონ ასე ამბობდი. ბევრი თქვენთაგანი ასე ამბობდა და ჩვენი მოქალაქეებიც რომ ოღონდ გავხდეთ ნამდვილი დამოუკიდებელი და ბალახს შევჭამთ. რომელმა შეჭამა ბალახი არ ვიცი, შემდგომ ასეთი კაცი არაა ცნობილი. After he resigned as foreign minister in December 1990, Edward Shevardnadze could have retired to private life, assured of his place in history. But instead, he has continued to make history. As president of Georgia, he has struggled to protect his country's independence, preserve its unity, and promote economic and political reform. His time as president has not been easy. In fact, it's been marked by extreme personal danger. შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღეებიდან დაიწყო საქართველოში სახელმწიფოებრივი მშენებლობის ძალიან აქტიური პროცესი. როცა თბილისში გამალებული სროლა არის, მანქანების გატაცება, ტრანსპორტი არ მუშაობს. რატომაა მეტრო გაჩერებული? მე მცხვენია მანქანით გამოიარო. მცხვენია, იმიტომ რომ ასობით, ათასობით ხალხი დგას და მე ვიცი რომ შენ რომ მანქანით გაივლი, ალბათ ის ხალხი ოდიში და შემოგაფოთქებ. რომ შენ მანქანით დადიხარ და რომებს არ ღებულობ მეტრო მაინც მუშაობდეს.
მე დღეს ცას ვეწიე სიხარულით რომ რაღაცნაირად მოხერხდა, ცოტა მივიღეთ ენერგია, ცოტა დამატებითი და დღეს 7 საათიდან თუ 6 საათიდან იმუშავებს საღამოს 7 საათამდე. მეტი საშუალება არ არის. ერთი გახდათ ქაოსი საქართველოში, ორი ომი პრაქტიკულად უკვე დაწყებული, ერთი გახდათ ძმათამკვლელი ომი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამოქალაქო ომი გაჩაღებული და მეორე პრაქტიკულად უკვე დაწყებული ომი ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის. მე არ შემიძლია ახლა არ გავიხსენო, იცით? ცხინვალში მე ბოლოს ვიყავი 92 წელს. მე გახდით ბატონი ზასოხოვი გვანდელი პრეზიდენტის ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის და ბატონი ცხონებული ჯაბა იოსელიანი გახდით. შევედით ცხინვალში, ომი დამთავრებული არ იყო და ცენტრალურ ქუჩაზე რომ დავიაროთ, არხდა სროლა და მე დავინტერესდა, საიდან ისრიან? გვესრიან საქართველოს მხრიდან. გვესრიან არა იქიდან, საიდანაც უნდა გვესრონ. არამედ საქართველოს მხრიდან. ესე იგი, ჩვენი მოღალატეები, ის ხალხი, რომელმაც უღალატეს ოსებსაც, ქართველებსაც, იმ ადამიანებმა გაგვიხსნეს მაშინ ცეცხლი. კიდე კარგი გადავში ცოცხალი და ნუ დღემდე ცოცხალი ვარ, ღმერთის ხალხით. კარგია თუ ცუდი ერთ თქვენ განსაჯეთ. ვინ დაანგრია, ჩვენ დავანგრიეთ ხო ყველაფერი. და ჩვენ ხომ 3-4 წლის განმავლობაში ასე ვთქვათ 1 კილოგრამი სიმინდი არ მოგვიყვანია, 1 კილოგრამი ხორბალი არ მოგვიყვანია. და როცა დავიწყეთ მიწის რეფორმა, რაც თავისთავად რევოლუცია იყო საქართველოში და ვერც ერთი ქვეყანა ამაზე ამ ნაბიჯზე ვერ წავიდა მაშინ, ვერც რუსეთი, ვერც უკრაინა, ვერც სხვები, ამან გადაწყვიტა ის, რომ პროდუქტი არის, ქართული პროდუქტი საქართველოში. 4-5 წელი ჩვენ დავკარგეთ აი ამ ომობანაში. მე ამის სულაც არ აუბრალოებ იმას, რასაც ომი ქვია. ნამდვილი ომი, სამოქალაქო ომი, ერთი ტალღა, მეორე ტალღა. აღარ გვახსოვს ის ამბავი, რომ პურის რიგში ღამის 2 საათზე რო ვდგებოდით, დილით იქნება რაღაცა 9 კილოგრამი პული შევხვედროთ. პური არ იყო და ხალხი ერთმანეთს ხოცავდა. ბენზინი არ იყო და ამიტომ არც ნაგავი გადიოდა, არც ავტობუსი იყო და არც მანქანა არ დადიოდა. მაღაზიების მომარაგება არ ხდებოდა. არაფერი არ ხდებოდა საერთოდ. აი მთელი მსოფლიო უაღრესად დიდ მხარდაჭერას გამოთქვამდა საქართველოს მიმართ და უმთავრესი მაშინ გახდა სწორედ ავტორიტეტი, შეუვალი ავტორიტეტი და ფენომენი შევარდნაძის. მოხდა გარღვევა და სხვადასხვა ამას ჩემმა მეგობრებმა შეუწყოს ხელი. აპრილში ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გენშერი. მაშინ თქვა რომ ჩვენო ყველანი შენი მეგობრები ვართ, ყველაფერში დაგეხმარებით, ხალხში ამოგიდგებით, მაგრამ მანამ სანამ შენ სამხედრო საბჭოს წევრი ხარ და არა ხარ ლეგიტიმური ხალხის მიერ არჩეული, ჩვენ ვერ დაგიჯერთ ხარს. და მირჩია რომ რა ვითარებაც ამ დაიყოს, არჩევნები უნდა ჩაატაროთ. და მან გამოაცხადა რომ ევროთად ფირმა მიიღო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის 50 მილიონი ეკიოს კრედიტის გამოყოფის თავობას. ეს მაშინ პროგრესის ხსნას ნიშნავდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად იწყებოდა შიმშილი და სხვა წყარო ელემენტარული მოთხოვნების დასამოფლებლად ხალხის არ არსებობდა. ერთი ლირიული გადახვევა. ბატონი გენშერი ყველაზე მეც მოგზაურობდა მინისტრებს შორის. ერთხელ რეიგანი მეკითხება, ვინ მოგზაურობს ყველაზე მეც მეუთხარი, რა თქმა უნდა გენშერი. მაშინ თუ გაიგონია თქვენობას, ორი თვითუნავი შეეჯახა ჰაერში ერთმანეთს და ერთშიც და მეორეში იჯდაო გენშერი. ერთი სული მქონდა სანამ შევხვდებოდი, მოუყვები მეთქი ამ ანეკდოტს და თურმე დიდი ხანია იცის. როცა მოუყვები, ის რომ შენ თავარი არ იციო, თავარი. ერთი მგზავრი მაინც გადარჩაო. როგორ მეთქი? იო, ეს გენშერი იყო. ხოშის რო დაბრუნდა საქართველოსთან მეორე დღეს გადადგა. თითქოს ვალი მოიხადა და წავიდა. მაისში ჩამოვიდა შეერთებული შტატების ესე იგი ყველაზე დიდი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრი ბეიკერი. აი ეს ჩამოსვლა ბეიკერის ჩამოსვლა თბილისში. When Jim Baker came to Tbilisi. საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობისაა. ეს ნიშნავდა შემოbrunებას. ესე იგი უპატრონოთ აღარ არის ქვეყანა, უმეგობროთ არ არის.
When Edward Shevardnadze returned to Georgia, Georgia was a country in great distress, and there was a lot of civil unrest at the time. He has been the subject of several assassination attempts. He had been there for 2 months when he called me as a friend. I was still Secretary of State. It was, I think, in May of 1992. And he called me and he said it would mean so much to me and to the future of this small republic if you had an opportunity to stop by here on your next into the region or to Europe, I can't remember. And I went by. And I spent one evening, I think, in Tbilisi, if my memory serves me correctly. I was put up at a guest house, which used to be the dacha of Lavrentiy Beria, and at night listening to gunshots all around the city. Because the city really, I mean, Georgia was still subject to a great deal of unrest. But it didn't worry Edward. And he would come in the evening or in the morning and always in a happy mood. And the next day he said, we're going to go down, I'm going to show you some parts of Tbilisi. And we went downtown and there was a huge rally underway. And he said it would really be good if we could just walk through the crowd here and say hello to 1 or 2 people. And so I was in no position to say, no, I'm too afraid to do that. So we got out of the car and we started into the crowd, and my security detail was apoplectic, absolutely. But that didn't stop him, and he pushed forward all the way up to a platform where some people were giving speeches, and he said, let's get up here and just say a word or two to the crowd. მართლაც მაშინ გავაკეთე ისეთი რამ, რაც არ შეიძლება აპატიოს სახელმწიფოს მეთაურს. ჩემი დაცვა მეუბნება, რა შვები, ეს არის ისტორიული შეცდომა. მე დაცვას უთხარი, თქვენ მიხედეთ ბეიკერის დაცვას და ბეიკერს მე მივხედავ. Well, what I told them was, you take care of Baker's security people, I will take care of Baker. აღიარება რას ნიშნავდა ეს გაეროს წევრობა, ну, ბუნებრივია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა და მე თანდათან უკვე ისეთი ორგანიზაციების წევრობა, სადაც უკვე კრიტერიუმები ძალიან რთულია. აი, ეს იყო ალბათ უმნიშვნელოვანესი რამ და აქედან წამოვიდა დახმარებაც საქართველოსად, იმიტომ რომ საქართველოს საშინელ სიძუხჭირეში იმყოფებოდა. იმ წლებში აქ არავინ არაფერს არ ქმნიდა და ქვეყანა მარტო ჰუმანიტარულ დახმარებაზე ცხოვრობდა. მე უნდა სიცოცხლის ფასად რომ დამждომოდა და შემეძლო როგორმე ქვეყნის ხაოსიდან და ამასე ანარქიიდან გამოყვანა. და ამ ცარიელ ადგილზე როგორც ითქვია, მომეხერხებია დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. ეს არ იყო იოლია მოცანა. და ჩვენ იმ უაღრესად გაჭირებულ ხანს გვჭირდებოდა სწორედ ევროკავშირის დახმარება იმისათვის, რომ რაღაცნაირად გაგვეტანა თავი. და ევროკავშირისგან მაშინ იმ წლებში 90-იან წლებში ჩვენ ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ. ეს იყო საკვები პროდუქტები, ხორბალი უპირველეს ყოვლისა. აი ხორბალი რო არ შემოსულიყო ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენ ვერ გავიტანდით თავს, ვერ გადავრჩებოდით, ესე იგი. 1992 წლის ივლისში იყო ეუთოს სამიტი ჰელსინკიში და ერთ-ერთი შეხვედრა იყო მამა ბუშთან. Old friend, respected friend, how are you? ხედავთ ესე იგი დელეგაციასთან ერთად და ბატონი ედვარდი იწყებს. მე ვიცი ახლა ყველა სახელმწიფოს მეთაური, ყველა პრეზიდენტი მოდის თქვენთან და რაღაცა უნდა ვთხოვოთ. მე მოვედი იმისათვის, რომ არაფერი არ ვთხოვოთ. იმან შეხედა ესე და ედვარდ პირდაპირ თქვი რა გინდა და რა უნდა ახლა, ну, მაშინ ხორბლის რაოდენობა იყო ისეთი, რომ სულ რამდენიმე შეიძლება კვირაში დამთავრდებოდა. ეხლა 92 წელია, ესე მინდა შეგახსენოთ როდის ხდება ეს, ივლისი 92 წელი. და ჩვენ მე შევედი უკვე დარბაზში, სადაც სამიტია რა. და ხედავ ბეკერი მოდის და მე მანიშნებს, რომ თუ შეიძლება გამოდი შენო და გამოვედი. და მითხრა, მიდი ედვარდს უთხარი დააწყნარეო. უკვე 50000 ტონაო შავ ზღვაშია უკვე. იმართვა მაშინ შიმშილისაგან ისმა ჩემი სამშობლო. და ივნისში ჩამოვიდა დემირელი, რომელიც მაშინ იყო პრემიერი
და არა პრეზიდენტი თურქეთის. მაშინ როცა აქ სამოქალაქო მძინვარებდა, სისხლი იღვრებოდა, ქალაქის ქუჩებში გამუდმებელი სროლები იყო და მაშინ ჩაუყარეთ საფუძველი თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობას. მე როგორც ვიცი, საფრანგეთის მთავრობამ უკვე გააკეთა განცხადება ჩვენი ცნობისა და თავის დატყოფნის თაობაზე დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ საქართველოსთან, რომ აი ამ იზოლაციის მარწუხებიდან ეხლა მე მგონი გამოვდივართ და უსალოცი საქმეა ეს პრაქტიკულად. აი ამან მისცა სრული ლეგიტიმაცია და აღიარება დაიწყო აქედან. მე მახსოვს, როდესაც იმ პერიოდში მოამბეს ძალიან გაუჭირდა, ჩვენ მთელი წელიწადი მუშაობდით ისე, რომ ხელფას ვერ ვიღებთ, არ გქონდა. მაშინ იყო ეს კუპონობის პერიოდი და ასე შემდეგ. და მე მახსოვს, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ გაგვჩენოდა სახსრები. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს არ იყო ბიუჯეტური სახსრები, ეს იყო ბიზნესმენთა დახმარება, მაგრამ ეს იყო მისი ინიციატივა. ის ხედავდა ამას. და არა მხოლოდ მოამბეს ეხებოდა, ეს ეხებოდა ტელევიზიის თანამშრომლებს. მახსოვს 92 წელს ჩვენ შევქმნით პრეს-სამსახური აი მის აპარატში, მის ადმინისტრაციაში და შეგნებულად მოვიწვიეთ ყველა პოპულარული ჟურნალისტი. ახალი სახელმწიფო იქმნება სრულიად ახალ საფუძველზე, ხო? და ჟურნალისტებს ამისი გამოცდილება არ ჰქონდათ. ყველაფერი რაც ხდებოდა პრეზიდენტის კარზე, იყო ღია აბსოლუტურად. მისი შეხვედრები, მისი მოლაპარაკებები, მისი გადაწყვეტილებები, რა იგეგმებოდა, ვის უნდა შეხვედროდა, რა თემები ახლოვდებოდა. სად ნახავდნენ ისინი ამას თუ არა იქ, უშუალოდ პრეზიდენტის გარემოცვაში, ხო? ის რომ მასთან ურთიერთობაში მართლაც უზარმაზარი კომფორტი და თავისუფლება ჰქონდათ მედიის წარმომადგენლებს, ეს საერთოდ ალბათ, რა ვიცი, ამას ვერ უარყოფს ვერავინ. ყველაზე კრიტიკულად განწყობილი მედიაც კი შევარდნაძესთან იყო მიღებული, იმიტომ რომ ეს მისი პრინციპი იყო. პარლამენტარიზმის მაშინ შეიქმნა. ეხლა პირველი პარლამენტი მოგეხსენებათ იყო არჩეული უბარიეროდ. ესეც მისი იდეა იყო სხვათა შორის, რატო იცით? ის ამბობდა ასე, რომ აი ეს ხალხი ჯობია პარლამენტში ისწენ ვიდრე ქუჩაში. და ამიტომ პარლამენტში შემოვიდა ისეთი ხალხიც, რომელიც ასე ყველა პარლამენტში ვერასდროს სხვა დროს ვერ შემოვიდა. ზოგი პარტია ორი კაცით იყო წარმოდგენილი. ზოგი ისეთი ადამიანებით იყო, რომელიც იგინებოდნენ უბრალოდ დედას. პირდაპირ ამას ამბობდნენ პარლამენტში, ესე. გარედან გაცილებით მშვიდი იყო და ითვლებოდა, რომ არა უტოქდება ძარღვი, მაგრამ შენაგდან ძალიან ერთ-ერთი ყველაზე უფრო ემოციური ადამიანი, ვინც მენახავს. იგი არ გამოხატავდა ამ ემოციას, თუ როგორ არ იყო ემოციური. მეუცუთლი და არა მარტო მე, რომ ყველაზე დემოკრატიული პარლამენტი იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ შევარდნაძეს არასოდეს არ ეშინოდა განსხვავებული აზრის და არც კრიტიკის. პოლისებში რო გამოვდიოდით, ყველანი მეგობრები ვიყავით. დარბაზში ყველანი მტრები ვიყავით. ბულარსონი იყო შვედეთის პრემიერ-მინისტრი ქალი. ჩამოსული იყო და იმელ შენობაში ზუსტად იყო შეხვედრა პარლამენტის წევრებთან. და როგორც კი დაიწყო ამ ქალმა ლაპარაკი, ვიღაცამ ჭერზე რაღაცა დაჭედება დაიწყო იმ მომენტში. ამ ქალმა შეხედა ბატონ ედუარდს, აიხედა ჭერზე, ბატონ ედუარდმა შეხედა ამ ქალს, აიხედა ჭერზე. და დაცვა გაიქცა და გააჩერეს ეს ვიღაცა მუშა იქ რაღაცას არემონტებდა. გავიდა ერთი 10 წუთით იმ ქალმა ისევ დაიწყო ლაპარაკი და იმანი ისევ დაიწყო ჭედება ჭერზე რაღაცი და გამოხედა ბატონ ედუარდმა და რა ვთქვათ ქალბატონო დემოკრატიას ვაჟენებდა უბრალოდ. ყოველთვის აკეთებდა ჩანაწერებს აი იმელის პარლამენტის ხდომათა დარბაზში და ხანდახან ეს ჩანაწერები რჩებოდა და დიდი ინტერესით უყურებდი ხოლმე რა ჩანაწერები. აი წარმოიდგინეთ სრულიად მორიგ სიტუაციაზე ჩაინიშნა ადამიანმა რაღაც. აი ის რამდენიმე წინადადება ორთოგრაფიის, პუნქტუაციის, გამართული ქართულის თვალსაზრისით იყო უნაკლო. ეს ერთ-ერთი თვისებაა, რომლის გამოც მე პირადად ძალიან დიდი პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა, იმიტომ რომ ადამიანი თავისთვის გაკეთებულ ჩანაწერშიც კი არ უშვებს იმას, რომ რაღაც შეიძლება იყოს გაუმართავი. მე შევარდნაძე მინახავს ყველანაირ სიტუაციაში. მინახავს, თქვათ, განრისხებული
იმედგაცრუებული, სასოწარკვეთილიც კი, მაგრამ არასდროს არ მინახავს შევარდნაძე დაბნეული ან შეშინებული. ჩვენ უკვე 3 დღეა 4 დღეა აი ზუგდიდში შექმნილ მდგომარეობის ირგვლივ ტრიალებთ, ვიხილავთ ერთი რეგიონი, მეორე რეგიონი, მესამე რეგიონი და ფიქრობთ როგორც მეხანძრეები აი ამ ერთი კვირის განმავლობაში აი ასე დავდივართ, ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე. თუ ოდნავ არ დავშვიდდით, არ მოვწესრიგდით. რაღაც ელემენტარული წესრიგი თუ არ დამყარდა ამ ჩვენს ქვეყანაში, ზედმეტია ლაპარაკი დემოკრატიაზე. უწესრიგო ქვეყანაში და დამშეულ ქვეყანაში დემოკრატია არ აშენდება. შევარდნაძემ გადაწყვიტა ერთ დღეს, რომ უნდა ჩასულიყო რამოდენიმე რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად იყო დაზიანებული ამ სამოქალაქო ომით და პირველი ამოირჩია სამეგრელო. შევარდნაძე ძალიან ვაჟკაცი ადამიანი იყო. მე არაერთხელ ყავს ნანახი, ზუგდიდში არ დამავიწყდება არასოდეს, როდესაც პამიდრობს, ქვებს, რეპს არ გვისროდნენ. ზუგდიდში რო ჩავედით, მაშინ საერთოდ ზუგდიდში ჩასვლა, არ ვიცი ახლა. რა ვიცი, გადაწყვეტილება მიიღო და წავედით რა ახლა ზუგდიდში. კრაზანების ბუდეა წარმოიდგინე და იქ ჩავფრენდი თეთრი სპერანგი ეცვა მახსოვს, შუა ქუჩაში მოვდიოდით და არ იცი რა წყევლაკრულა ითქა გარშემო და რას არ გვესროდნენ. ზუგდიდში დაждომის საშუალება არ მოგვწეს. ისე მოხდა რომ ქვემოდან გვესროლეს კიდევაც ვერტფრენს და მე იძულებული ვიყავით წალენჯიხისკენ წავსულიყავით. აი წალენჯიხაში უკვე მთელი ბატალიები გადავიტანეთ, მოხდა ისე რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ალყაში მოგვიქცია და ჩვენი ვერტფრენი მაშინ დაждდა წალენჯიხის ფეხბურთის სტადიონზე. და სტადიონიდან გამოსულები მოგვიმწყდიეს ალაყაფის კარებთან. და მაშინ იყო ბატონი ედუარდი, რომ ალაყაფის კარებს ჩაეჭიდა ხელით ესე და უცებ იქიდან ვიღაცამ ხელით სცადა ხელის მოკიდება და შიგნით შეთრევა დაუწყო, როგორც იქნა გამოუგლიჯეთ ხელიდან. შევარდნაძეს ჰქონდა საოცარი მუხტი საუბრისას მაშელო დაახლოებით 10-15 წუთში გინდოდა თუ არ გინდოდა თავის აზრზე გადმოყვანა მოსაუბრის. ამიტომ იყო შეძახილები, რომ არ მოусმინოთ, რომ არ გინდათ, არ გაჩერდეთ ეს თავისთავად ზუსტად იმიტომ იყო განსაზღვრული ესეთი ქცევა, რომ არ დაეშვათ ეს კონტაქტი მისი მოსახლეობასთან. იმიტომ რომ ეს ის ველი იყო, სადაც ის ყველას ჯობნიდა. მე შევბრუნდი და სასწრაფოდ მე ჩხოროწყუში გადავფრინდი. ნუ ახლა მოსაგონრად და მოსაყოლად ცოტა ადვილია და იოლია ამაზე საუბარი, მაგრამ აი როცა იმ ასე ვთქვათ ეპიცენტრში ხარ, რაც მაშინ ხდებოდა და რამხელა საფრთხე იყო და მე მაშინ მახსოვს ბატონი ედუარდის სახეც, მისი ქცევაც, მისი უშიშარი გამომეტყველება, რომ ხალხთან კონტაქტს არ ერიდებოდა. და აი ზუსტად ეგა თქვა, რომ რა მნიშვნელობა აქვს თუ მოსახვედრია მოხვდება. გინდა ირბინე, გინდა იცოცე და გინდა ქენი, მაგრამ სახელმწიფოსი რა, ჩემთვის მაშინ ძალიან საამაყო იყო, რომ უყურებდი, ფიქრობდი, რომ სახელმწიფო სათავეში უდგას კაცი, რომელსაც ამის უნარი აქვს. რომ სიკვდილის თვალებში უყუროს და არ გაიქცეს. ადამიანს ვერც დაავალებ და ვერც ეტყვი, რომ ის იყოს კრიტიკულ სიტუაციაში უშიშარი ან მამაცი, ეს აბსოლუტურად ისეთი თემებია, რომელიც ადამიანს აქ ან არა აქვს. მისი პირადი თვისებებიდან ერთ-ერთი იყო ფატალიზმი. ის მაინც ფატალისტი იყო მთლიანად. სწამდა, რომ თუ მოსაკვდენი ხარ მოკვდები. თუ არა და არა. ყოველთვის ფიქრობდი, რაც მოსახდენია მოხდება და ახლა შიში საქმეს ვერ უშველის, ვერაფერში. ხილად უნდა იყო, მაგრამ თუ გეშინია, მაშინ აღარ უნდა იმუშაო. ასეთ საქმეს ხელი არ უნდა მოკიდო. ეს არ არის ფატალისტობა. ეს არის რაღაცის რწმენა. აი ყველგან სადაც კი მისი გამბედაობა ჩანდა, იგი სიმართლით შედიოდა, თავისი სიმართლით, თავისი რწმენით. ისე შეელო ძალიან ბევრ ადამიანთან, როდესაც აი ხალხის დიდი რაოდენობა იყო, ისე შეელო შეჭრა, რომ ჩვენ ბევრჯერ ვერ ვასწრებდით ხოლმე ჩვენი ზომების მიღებას. არა, მარტივი არ იყო. აქ შეიძლება ვთქვათ, რომ ხანდახან იცოდა ხოლმე პროტესტ გამოხატავდა, შეეშვით, დაანებეთ თავი, მოუშვით ხალხი ახლოს, ნუ ეს დაცვისთვის ცოტა ესეთი ძიმე და მტკივნეული თემა არის. და მიაჩნდა, რომ ეს დამცავი მექანიზმები
არ ჭირდება რა. განსაკუთრებული დაცვები მიუხედავად იმისა, რომ ბრწყინვალე დაცვა ყავდა. ამერიკელებთან მომზადებული ბრწყინვალე დაცვა. მიაჩნდა, რომ მას უფრო დიდი დაცვა ყავს. და განგება იცავს. აი ეს განცდა ქონდა სულ. აი ედუარდ შევარდნაძე ამ ფონზე იყო ახლა მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ადამიანი. თავის შეცდომებით, თავის უზარმაზარი წარმატებებით, თავის ხასიათის სიმძიმით, თავის ხასიათის სიმსუბუქით, ბევრი მინუსი და პლუსი ჰქონდა ძალიან, როგორც ყველა ადამიანს. თუმცა ყოველთვის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჟამს ერთი ნაბიჯი წინ. და ერთი ძალიან კარგი თვისება ჰქონდა რა ჩვენი პოლიტიკოსებისთვის და საერთოდ ჩინოვნიკების უცხოხილია. მოსმენა შეელო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის რაც მას ამ კაბინეტში ჩამჯდარ ადამიანს ყოველთვის აკლია და მასაც აკლდა უშუალო კონტაქტის გრძნობა, რა ხდება ხალხში ასე ვთქვათ. აი ამას ივსებდა იმით, რომ ისმენდა. ფაქტიურად ის პოლიტიკას არასოდეს არ წყვეტდა. მისი ჰობი იყო პოლიტიკა. რამდენი მინახავს მისგან გამოსული ძალიან კარგად ვისაუბრა. აი ძალიან კარგად. მე ხო ჟურნალისტი ხარ, ჩაეკითხები, ხო აბა შენ რა უთხარი მან რა გიპასუხა და როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში საუბარში არ ყვევ რომ ის უყვება რაღაცა შევარდნაძეს და ეს რაც ცალკეული რეპლიკები შეიძლება ჩასვას და ამან გამოიტანა დასკვნა რომ ძალიან მაგრად ისაუბრეს. და ყოველთვის ამის მთავარი ერთ-ერთი მომენტი ის იყო რომ შევარდნაძე აძლევდა მათ საშუალებას ბოლომდე ეთქვათ სათქმელი. ჯობია ჩემთან ილაპარაკოსო და ყველაფერი თქვასო. ბევრი თქვენთაგანი, მათ შორის თქვენი მონამორჩილიც იტანს იმას, რისატანაც ნორმალურ ადამიანს ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ როცა ქვეყანა სჭირდება ემსახურო და თავი გაწირო ქვეყნისათვის, თავის გაწირვა მარტო ის კი არ არის, რომ წყალში გადახდე და წყალში გადავარდე და იზახო რომ მე საქართველოს მიყვარს. თავი გაწირვა ნიშნავს იმას, რომ მოითმინო ის, რის მოთმენაც ნორმალურ ადამიანისთვის ძალიან ძნელია.